საქართველოს ლაიფციგის წიგნის ბაზრობაზე წარსდგა ქართულმა დელეგაციამ შეხვედრები ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ვიცე-პრეზიდენტიანაც გამართა. საქართველოს სტენდმა კი დიდი ინტერესი გამოიწვია როგორც გამომცემლებსა და ლიტერატურის აგენტებში, ასევე ბაზრობის სტუმრებში. 15-16 მარტს ანა კორძაია სამადაშვილის და ბესო ხვედელიძის წიგნების საჯარო კითხვა გაიმართა. ამ ორი ავტორის წიგნი გერმანულ ენაზე ჯერ კიდევ 2013 წელს გამოიცა. ქალაქ ნიურნბერგის თეატრალური დასის წევრებმა კი დათა თავაძისა და ბასა ჯანიკაშვილის პიესები და ნაწყვეტების საჯარო წაიკითხეს. წელსაც საქართველოს ქართული გამომცემლები, ქართული მწერლები ძალიან საინტერესო პროგრამით და ძალიან კარგი გამოცემებით წარსდგნენ გერმანელი და უცხოელი მკითხველის და დამთვალიერებლის წინაშე. ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ქართულმა სტენდმა ლაიფციგში. ვფიქრობ, სწორი ფორმატი გაქვთ შერჩეული და დამსწრე საზოგადოებასაც მოსწონს თქვენი სტენდი. ძირითადი სხვაობა ლაიფციგისა და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობებს შორის არის ის, რომ ფრანკფურტი არის უფრო საერთაშორისო, ხოლო ლაიფციგი უფრო მეტად ორიენტირებულია გერმანელ მკითხველზე. ვფიქრობ, საქართველოსთვის დიდი მნიშვნელობა აქვს აქ ყოფნას, რადგან ლაიფციგში თქვენ ამყარებთ კონტაქტს მკითხველთან, გერმანელ გამომცემლებთან და ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოსამზადებელი პროცესია ოქტომბერში ფრანკფურტის წიგნის ბაზრობამდე.